მოგესალმებით, იყოს თქვენი მობრძანება კვლავ ჩემს ვლოგში და დღეს გვაქვს საშინელი ამბავი. ასეთი ცუდი ამბავი, ალბათ არ მქონია, ალბათ ამ სახლში წყალი რო ჩამოდიოდა, ეგ არ მადარდებდა იმაზე მეტად, რომ რაც მადარდებს ახლა. აქამდე არ მithქვამს, მაგრამ დაახლოებით 3 კვირაა, რაც ვებრძვი ამ სახლში, კერძოდ ამ ოთახში ხის ჭიებს. ამ ჭიების ხმა მესმის ღამე როცა აქ მძინავს, უბრალოდ ერთი ჭიის ხმა მესმის, რომელიც ჭამს ამ ჩემს კოჭებს, თან ძველ კოჭებში არის, იმიტომ რომ ახალი დაგებული იატაკი შეწამლულია, ძირსაც შეწამლულია და წესით აქ ჭია არ უნდა იყოს. ღამე მესმის ჭიის ჭამის ხმა და ჩემთვის ეგ რო ეთქვათ აქამდე რომ აი ჭიის ჭამის ხმა მესმის, ვიტყოდი რომ ანუ არა უშავს ახლა რამდენი ხანი ცოცხლობს ეგ ჭია ხო, აი 2 წელი, კაი რა იქნება, მაგრამ ეს ჭიები რო ჭამენ ამ ხეს, ეს ხე ხდება მყიფე, როგორც ოსტეოპოროზიანი ბებიას ძვალი, რომელიც მარტივად შეიძლება რომ გატყდეს. და თან მეგონა რომ მარტო იყო ეს ჭია და მეთქი, კაი, ნუ 2 წელი რამდენი უნდა შეჭამოს. მაგრამ თურმე პარტნიორი წოლია და გამრავლებულან კვერცხებით დაუდიათ და ბოლო ღამეს როცა აქ დავიძინე 3 ჭიის ხმა მესმოდა. თან დილით ხმას არ იღებენ, ღამე გამოდიან. მოკლედ, ამ ხეს რო ჭამენ, ტოვებენ ნახრეტებს. პირველ კვირას როდესაც ეს გავიგე, ვიყიდე სპეციალური ხსნარი, აქ ვიყიდე, არ დავწმუნდი, რამდენად ძლიერი იყო. მითხეს გაზავე 10 ლიტრად წყალშიო და შევუშვი ნახრეტებში ნემსვითო. და დავუყევი და ნემსით თითო ნახრეთში, თითო შევუშვი ეს ბოლომდე ეს ხსნარი. მეც გეტყვით, ეს ხსნარი წყალში არც გამიზავებია, რომ მალე მომკვდარიყვნენ ეს ჭიები. მე ძალიან მიყვარს ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ მინდა რომ ეს ჭიები სოფლიოს მასშტაბით გაწყდნენ. გუშინ ვიყავი საყიდლებზე დომინოში, საიდანაც ძალიან ბევრი რაღაც წამოვიღე, ქვაბამბა, რეიკა, ბეტონიზე მისაწევებელი წებო, ან ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც წამოვიღე არის ეს ჭიის წამალი, რომელიც უნდა დავტესტოთ დღეს. იმედია ეს ჭიის წამალი აქაურ ჭიებს მოყავს, იმიტომ რომ ძალიან ძვირი გადავიხადე. ამ ჭიის წამლის გასაფრქვევად ვიყიდე ეს გაჯეტი, მე მქონდა მექანიკური გაჯეტი, ესე ხელით ტუმბავდი და მე ასხავდა, მაგრამ ძალიან დავიღალე მაგით. ვიყიდე ასეთი ავტომატური ანუ იტენება და ესე აფრქვევს. და ამ ვლოგში მოვაფრქვევთ ამ ოთახში მთლიანად, ანუ ყველა კოჭზე და ყველა მონაკვეთში საერთოდ ამას, რომ ეს ჭიები გაწყდნენ. იმედია მეორე და მესამე დღეს არ მომიწევს გადატარება, იმიტომ რომ მეტი არ მაქვს. სულ 5 ლიტრი ვიყიდე და დაახლოებით 4 ლიტრი დაიხარჯა იმისთვის, რომ ეს კოჭები უბრალოდ სამივე მხრიდან შეგვეწამლა. მოკლედ, ამ ვლოგის ძირითადი ნაწილი იქნება ამ ჭიებთან ბრძოლა. იმედია გამომივა, იმიტომ რომ ნერვი არ მაქვს უკვე. მე არ მინდა რომ ამ ოთახში მომიწევს კოჭების შეცვლა. კოჭების შეცვლა მომიწევს ან ახალი კოჭებით, ან მილ კვადრატით. ეს კიდევ ახალი ხარჯი არის და ამ ახალ ხარჯთან ერთად არის ის რომ ეს ოთახი კვლავ დასალაგებელი იქნება, იმიტომ რომ კვლავ უნდა გავიტანოთ აქედან ავეჯი და მე შემოვიტანოთ. ამიტომ კარგად მოკალათდით ამ ჭიებს, ბოლო უნდა მოუღოთ და კიდევ TikTok-ზე დავდე ვიდეო. არც ისე ლამაზი ვიდეო, მაგრამ ამ ვიდეოში ვამბობ, რომ მინდა ბეტონის კედელზე დავამაგრო ხის რეიკა, რომ მე დავამაგრო ფანერა და ძალიან ბევრი მამაკაცის და ქალბატონის, მაგრამ უფრო მამაკაცების რჩევა მივიღე, რომელსაც ამ ვიდეოში დავტესტავთ და ვნახოთ აბა რა გვიჩიეს ჩვენმა მაყურებელმა. და ვინც ცხოვრებაში პირველად უყურებს ჩემს ვიდეოს, ძალიან დიდი ბოდიში რო ეგრევე პრობლემით დავიწყეთ, მაგრამ ამ სახლში ძალიან ბევრი პრობლემაა. მაგრამ მე ვერთობი ამ პრობლემის მოგვარებით. არ ვნანობ კვლავ რომ ეს სახლი ვიყიდე და მზად ვარ რომ დავეტაკო ამ სახლის პრობლემებს ყოველ დღე თავიდან ყოველ ვლოგში. ნინი, შემზად ხარ? თქვი, ვუ! ჩამოვხსათ ახლა. მე ხوار გადავფუთო ესენი. თუ გინდა რომ ერთად გავუკეთოთ ყველაფერი. ხო, მინდა რომ ერთად ჩამოვხსენე. კაი. Let's go. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ჩემს გამომწერებთან. ან უბრალოდ არა გამომწერებთან, მით ჩემს ვლოგებს უყურებთ ხოლმე და არ გიტოქდებათ წარბი რომ და subscribe-ოთ ჩემი YouTube channel-ი, სადაც უკვე 59000 გამომწერია. ხო, ბევრია? მოკლედ, ეს ვიდეო ახლა გადაღებულია ჩემი მობილურით და ძალიან მომწონს ამის ხარისხი. წინა 10 ვიდეო გადაღებულია Insta 360-ით, რომელიც ჩემთვის უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ მონტაჟის დროს სადაც მინდა გამოვახედებ, იმიტომ რომ 360 გრადუსით იღებს. მაგრამ როცა ვუყურებ მაგ ვლოგებს, ცოტათი უფრო ბნელია. შეიძლება უკეთესი ხარისხია, მაგრამ ბნელა. და ნუ აი ცოტა ფართო კუთხით ვამონტაჟებ ხოლმე და შეიძლება ვინც უყურებს მათი თვალისთვის იყოს ცოტა ისეთი რა, არაკომფორტული. ხო და რომელი ხარისხი გირჩევნიათ? თუ არ აქვს მნიშვნელობა, ეგეც მითხარით, მაგრამ თუ აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი, მითხარით, ეს ჯობია თუ ის?
წეღან იყო მოსული სურენა. და დააფსა პარკს. რომელიც უნდა გადაოფარო ამ ავეჯს. აუ გახსოვთ აი ეს უბრალოდ ამ კუთხიდან რა გადაღებული ის ვლოგი მე და ნიმირო რაღაცებს ვაერთოთ ამ სახლში. ისე რომ იმ წყალში არ მოხდეს. თუ გინდა იქ პლედი მოაშორეთ. რა გავაკეთო ვერ ვემშვიდობები ამებს. იმიტომ რომ მთელი ღამე გავათენეთ მე და ჩემო მეგობრებმა რომ ეს დეკორაციები დაგვეკიდა და როგორ უნდა დავემშვიდობო ხო? ერთი ჰეითერი ნინი ყავთ. არ ხარ ჰეითერი? კი. ესენი დავკიდო როცა მოშები ყველაფერს თუ არა. ნახე რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია აი. ძალიან ლამაზია. ეს იქეთ დომინო კი აღარ მემეგობრებო, მაგრამ მე ვემეგობრები და ყველაფერი რაც ამ ვიდეოში იქნება გამოყენებული, ცალ-ცალკე რო არ გითხრათ. დომინოში არის ნაყიდი და დომინოში არის ნაყიდი ეს საოცარი კომბინეზონიც, რომელსაც ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე. ვეუბნები რომ შენ ჩემი იქნები ლამაზო და ეგ დღეც დადგა გუშინ. ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდე დომინოში და ეგეთი საცემონო საყილები მართლა კარგი ხანი არ მქონია, იმიტომ რომ სხვადასხვა სექციაში მიწევდა სიარული და ყველგან ყველა მიცოდა რა მჭირდებოდა და ასე ავორჩიეთ ამ ოთახის საწამლავიც. აი ეს, ამაზე პატარა არ გქონდათ. რო გქონდათ, არ გავიყიდებოდი და აი ეს გაჯეტი. რომთაც შევასხავ და ამ ჭიებს ანუ უბრალოდ გავაკრობ აქედან. შეგიძლია გახსნა? კი მითხრეს რომ ამ კომბინეზონის მოზომო არ გინდაო და მეთქი არა, ჩემი ზომები ზეპირად ვიცი. გამიმართლა. უბრალოდ გამიმართლა რომ კარგად მაქვს. ანუ ზუსტად მაქვს. ჭიებო დაგერხათ. და აქედან ისხმება? და ეს იყოფა? რეკავენ. რა მაგარია. მაგარია? ჩვენ შესვენება გვაქვს. კაია და. გაგიმარჯოთ. ამასობაში დაუბარეთ ეზო, საქანელა აქ გადმოვიტანეთ. მაგარია. ძალიან ბევრი ჯგუფში ვარ, სადაც ვკითხულობ რეკომენდაციებს და ყველა წერს, რომ ზოგი წერს, რომ მაგალითად სალიარკა უნდა, ნავთი უნდა, ზოგი ამბობს, რომ ცეცხლი უნდაო. ხო არ დავწავ ახლა ამ კოჭებს და ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ არაფერმა არ უშველაო, ვიღაც ქალები წერდნენ და იმედია, რომ აქ ყველაფერს დავანგრევ მე და ეს მართლა უშველის. არღი და იაფიღი და 295 ლარი თუ 300 ლარი. აი ყველაფერი რაც გუში რაც ვიყიდე, არაფერი არ ღირდა 300 ლარი და ამაზე ვფიქრობდი, მინდა თუ არა, მაგრამ მე გამახსენდა ეს საშინელი ხმები, რომელსაც გამოსცემენ ეს ჭიები ჩემს სახლში და მივხვდი რომ ძალიან მინდა და იმედია ეს მაინც უშველის. ასე გამოიყურება შეწამული ჭერი. იმედია რამე გვეშველება რა. რამდენად ფორმა უნდა იყოს? რაც შეიძლება გამოდამა. და არ დაშავო, просто ამცია. 4-ია სამარი. ეხლა რო დაგასწორი არა? არ ვიცი რამდენად კარგია ეს. ეგრე არა?
ეს იქნება იასამენი. გადავედით რთულ ნაწილზე. რეიკის ამბებზე ვართ ახლა. აქ უნდა დავამაგროთ აი ეს რეიკა. ახლა უბრალოდ დავალ, მივედებ ვნახოთ როგორია. მე მოვიფიქრებთ როგორ დავამაგრებთ. აი ხა განახებ ვაფშე ჩემს გეგმას. ან უნდა მიმაგრდეს. აი აქ ძალიან კაი იქნება ეს. კაი იქნება. მიდი. So, მეტი არ გინდა. იმედია მნიშვნელოვანი ხე არ არის ეგ. ნახავთ. ბრავო. იმდენმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი. ყველა წავიკითხე, მე დომინოში მივედი, იქაც მირჩიეს რაღაცები. მე ჩემს მეგობრებს ვკითხე, იმათაც იგივე მირჩიეს და დღეს ჩვენ გვაქვს ხის ფიცარი, ხის რეიკა, ეს შურუპავიორტი, რაც შურუპავიორტი არ არის ქართულად და არ ვიცი როგორ არის. კაფი წებო, სამონტაჟო კაფი, რომელიც უძლიერესიაო ამბობენ. ამ კაფისთვის მაქვს აი ესეთი პისტოლეტი. რომელიც თურმე მქონია, მაგრამ კვლავ მაქვს. გვაქვს აი ასეთი სამაგრები. გვაქვს აი ასეთი ძალიან საინტერესო სამაგრები. ასეთზე მე არასდროს მსმენია. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს შეუძლია ესეთი საინტერესო რაღაცის გამოგონება. ვინც აიცით, ანუ ეს შევა ხეში, ეს შევა მე ბეტონში. მე ამას აი აქედან ესე მოუჭერ და რომ მოუჭერ ამის ბოლო გაფართოვდება და ბეტონს ჩაეჭიდება. ეს ხო გენიალურია, ვინ მოიგონა? და ნუ მაქვს სპეციალური თავები ამისთვის, მაქვს 6-იანი სვერლო, 10-იანი სვერლო, 6-იანი სვერლო, ხისთვის 10-იანი სვერლო, ბეტონისთვის და ახლა მე და ნინი კარგად გემრიელად გავზომავთ ყველაფერს და დავიწყებთ. აჰა. ეს კოთიც ჩაჭრილი. სო, გასაგებია. და იქაც მე ვქნათ და ყოველ საათში ჩავყვეთ. ბაბუებს რო იმაში აქვს სახელოსნო რო აქვს გარაჟში ეგრე ვართ. აი გავზომოთ ეს სლიანად. წაიღე 270 გაყოფილი. 3-ზე კიდე არის 90. ანუ აქედან კიდე 90, 15, 90. ამას 90 მე 95. ახლა მე გავხურე და ბეტონის სვერლოცი და მე ბეტონთან მუშაობა არ მიყვარს. თურმე კარგად უნდა დავუწყოთ ეს დროები და შენ. ხო, ჯანო. ნინი რაღაც მაგრა გაუმკლავდა. დატენილი ეს შეხვდა. ეს ბოქს ამაგარია. სანამ წებას წავუსვამთ, ჩაშურუპებით უნდა, ხო, მაგრამ ჯერ ჩაშურუპებით უნდა ვცადოთ რამდენად? მაიტანასოსი. ხო, ბეტონი არ არის, თუმცა გემრიელი ხალხო რო იცოდეთ. დავიჭერ.
შუა. ან ბეტონი, აი ამდენი მაინც უნდა იყოს. შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ შეიძლება თვითონ შეხრიტოს. შეგაწია? რა დავამთხო? მიდი გადის. ვიტირებ ხა. იყოს გამოზნექილი. ლინო. შეიძლება სისქე არ გვატარებს რა, და იმიტომ ეგ არის რა. ჩაჯდა? არა, აი ეს არ გვატარებს ამის სისქე. მიდი. პირველად შევიდა ესე. გავაბა. ერთი წარი გამოგვიდა, რა მაგარია. ანუ worth of trying? ძალიან ძნელია. ხო, მაგრამ კაცი, აღარ გინდა წებოყრება. გვინდა წებო, ამაზე უნდა იყოს 5 კილო. გვიჭველი. ნახეთ როგორ გამოვიდა? ნინი რო გითხრათ რა შეგრძნება იყო პირველი რო უკეთესო შეგრძნება, არ ვიცი, მე ამაზე კარგი შეგრძნება რა განმიცდია. ყველას გირჩევთ რომ წადო. აუ ანუ ძალიან მაგარი იყო, ეს იყო ძალიან მაგარი, აი ძალიან გაგიხარ. დასტრესილები ვართ და აი უპერო. დაიუ, შევიდა. დაიჭირა. ძალიან კარგი. აბა აღარ მიჭირავს. ანუ შეიძლება არასწორად ვაკეთებთ. ანუ შეიძლება თვითონ ამ რეიკაზე ვეღარ მივამაგრო ფანერა, მაგრამ რადგან ეს რეიკა შევიდა, უკვე ბედნიერება. ცოტა მიდი ხა. რა ვქნათ? ლა. მოხსნა. რა ჩვენ თქვი ის ქნათ? ჩემი აზრით არ არის წება ის სუპერ წება რომ ხედი ამაგროს ბეტონს. ამ ხის რეიკას ხო ხედავთ? ეს დავამაგრეთ ჩვენ. ადგილებში მოგვიწია ბეტონის გახვრეტა, ბეტონის სვერლოთი და გაგვიჭირდა. ხედს გავხვრიტეთ ხის სვერლოთი და მერე ვიფიქრეთ, რომ ერთგან ბეტონში შევიდეს ეს შურუფი და ორგან ხიდან ხეში, ანუ ძველ კოჭებში რა. და როგორ რჩება ეს ნაწილი, სადაც ხის კოჭი არ გვაქვს და გვაქვს ხის რეიკა, აქ დავტესტავთ იმ წებოს. ჩავჭედოთ. თორნი ვერ ვჭედოთ ვერსად, ხო? ძალიან პატარა. აკლია? მიდი შევიდე ისაბური. ეს სამიდი იქნება. მიდი? ჩვენ დავამთავრეთ დღევანდელი მუშაობა.
იმედია იმ დიდ ოთახში ყველა ჭია მოკვდება, იმიტომ რომ ნინი გამანადგურებელმა არ ვიცი ყველგან შეასხა ნინი და ახლა გაჩვენებთ რას ვაკეთებდით ამ ბოლო 7 საათის განმავლობაში. ამ რეიკას ხო ხედავთ ნამდვილად. ჯერ გავზომეთ სად გვინდოდა რომ გაგვეხრიტა და სად გვინდოდა რომ ჩაგვეჭედა. ჯერ ოღონდ რეიკაზე გავზომეთ ეს ყველაფერი. მერე უკვე ბეტონზე გავზომეთ ეს ყველაფერი. მერე დავტესტეთ საერთოდ შედის თუ არა და ისე გაგვიხარდა ერთი რომ შევიდა. ძალიან გაგვიხარდა, აი ძალიან გაგვიხარდა, ძალიან. მერე უკვე ხეში ჩავეჭედეთ 2, იმიტომ რომ უფრო მარტივად წავიდა. მაგრამ ნუ ფაქტია რომ იჭერს. და დანარჩენებზე რაც ვერ გავხრიტეთ. გამოვიყენეთ სუპერ წებო. და ეხლა ესე დაუმაგრეთ ეს კონსტრუქციები დავამაგრეთ იმ იმედით რომ სანამ ჩვენ წასულები ვიქნებით რომ ჩამოვალთ დაწეპებულები და გვხვდება. ხო, აი ეს რეიკა არის ასევე. რა? ასევე. რა? აი ეს ნაწილი, ანუ ეს თლიანი არ გქონდა, ეს დავუმატეთ მეორე. და ის ვერ ჩავსვით, იმიტომ რომ არ არის სწორი ეს ყველაფერი. და ლინა მადგა მოხერხა ძალიან smart. მოხერხა უკანა ნაწილი და უბრალოდ ჩასვა. და ჩასვა, ჩავსვით. ეგ ძალიან იდეალურად ვერა, მაგრამ ჩაჯდა. ანუ ჩაჯდა ხო? ანუ ნახე ფაქტია ჩაჯდა. ეს რეიკა მთლიანად არის დამაგრებული. ანუ არის 3 ბოლტით დამაგრებული და ერთი ბოლო არის გამოყენებული წებოთი და ეს მეორე ნაწილი არის მთლიანად წებოთი. ეს ჩვენგან ამიტომ გავაკეთეთ, რომ ერთი მთლიანი რეიკა არ გქონდა ან ჩემ მანქანაში არ დაეტია. ჩემ მანქანა აქამდე როგორ ჩამოვიდა, იცი, ნამდვილი იუნიკორნი იყო, ესე ლუკიდან იყო გამოშველი ეს რეიკა. გაის ნამდვილში ამ სიგრძე ვერ ჩამოვიტანეთ, მაგრამ თან გვინდა და დაგვეტესტა ეს წებო. და შემდეგში რო ჩამოვთ, ნახავთ წებომ რამდენად გააჩერა ეს ერთი რეიკა და ამ შურუფებმა რამდენად გააჩერეს. ძალიან ვიწვალეთ, ბეტონის სვერულო ქონდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო მაგით მუშაობა და იმედია რამე გამოვა რა, ამ ფიცრებით დავფიქსეთ და შემდეგ მოსვლაზე ვნახავთ რამდენად მაგრად დამაგრდა და ასევე ვნახავთ ჭიების კრაჭუნი ისმის თუ არა, თუ ისმის უბრალოდ ცეცხლს აუკიდებ. რა ვქნა ახლა ჩემო კარგო რა. არ დაგავწეთ არხის გამოწერა, არ დაგავწეთ ვიდეოს და ლაიქება და თუ რამე საინტერესო იდეები გექნება ჩემი სახლისთვის, მითხარით, იმიტომ რომ უკვე გაზაფხულდა თბილა და აქ უფრო ხშირად შემიძლია სხვადასხვა რაზის გაკეთება. შემდეგში დავამაგრებთ ამაზე ან ფიცრებს, ან ფანერას და დაევლოდოთ შედეგებს. ვინც ბოლომდე უყურა ვიდეოს, კომენტარებში დამიწერეთ ბროწეული, რომ დავწუნდე რამდენმა უყურა ბოლომდე ამ ვიდეოს. ჩვენ აქ წვალობთ და თქვენ არ დააკომენტაროთ, ეგეთი რაღაცები არ გვინდა. რაგად? მაყოფილი ხარ შენ? ძალიან. ერთ-ერთი საინტერესო დღე იყო და მე დღეს ახალი საყვარელი ინსტრუმენტი გამიჩნდა. ეს არ არის ოღონდ შავი არის. შურუპავიორტი. რომელიც ძალიან მაგარი რაღაცა არის, ანუ იმენე შეყავს, გამოყავს. გვეყოფა. გასაგებია ყველაფერი. ყველაფერი შვება. ამიტომ კუსტარულად რემონტის გაკეთებას. სახე ცვივა. განეთოდა მეგრიცმოლა პეტრიცი და ფირკის ნაცვლად კაფები იცეოდა. მეუბნება რა ახლა შეხა ისეთი რაღაცა მოვიფიქრეო ამ თოპზეო და 2 წამში მეძახის და საშენახე და მერაჩერებს ამ კაფს. მერაჩერებს